Игра, добро и зло одни мечты, труд, честность, сказки для варья, добро, счастье здесь, друзья. Сегодня ты, а завтра я, так бросьте же борьбу, а ведь миг удачи после неудачи плачет, после неудачник плачет. Кляня свою судьбу. ზურაბი ჩამოვიდა და ჩამომიტანა მოხუცებული სილვიო ზენონის მომღერლის აღფრთოვანებული წერილი მისი გერმანიის ხილვისა და მოსვენის შემდეგ, სადაც იგი სხვათა შორის ისტორიულად განიხილავს იმ პრინციპებს, რაზედაც აღიზარდა ზურაბ ანჯაფარიძე და ადარებს მას ყველა დროის ყველა დიდ მომღერალს. იშვიათი შემთხვევა, ასეთი შედარება მე არ გამიგია არსად. Как берег моря суеты, нам всем прибежище она, ей из нас, друзья. Сегодня ты, а завтра я, так бросьте же борьбу, а ведь миг удачи, вот неудачник плачет, вот неудачник плачет. Кляня судьбу. ტარანტელების, ბარკალორების, კაპრიჩოების, ბენიამინო ჯილების გაგანია ხანძარში, ყველა გზა რომში მიდისო ნათქვამია და მით უფრო კაცის, რომელიც მღერის. როგორც ქართველი მივა იტალიაში, როგორც ღვიძლის შვილი ერის და არ დაგვიწყებს მე როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე იტალიურს. კარუზოს სამოთხეში მოიტანს ბელკანტოს, თბილიურს, ლირიურს, კოლხურ ჰანგს, მთებს, ჰიმნს, ბანკს, ღვთიურს, ქართულ წარმართულით იმღერებს ჯამბაზებს, დიდ ჭირთა თმენაზე გნება იტალიურად, გნება მეგრულად. Სიგემინძი სახელი რაფი ხალხი ფარასიგანს ოპოზიცინოე Colombinas itacens idici mascara došvati gazicine si pranđuaši kvinom oškuran ditvaje vas do pranđuaši kvinom oškuran ditvaje vas Doškovati gazicine
სცენაზე რო გამოვიდოდა აბესალომ და ეთერში, სადაც მე ეთერის მღეროდი, ეს იყო რაინდი, ეს იყო პრინცი, არაჩვეულებრივი, ნუ ერთი რა შეხედულება ქონდა, როგორი რო იტყვიან ისეთი წარმტაცი იყო და ისეთი სილამაზით მოდიოდა და სხივი თვალებიდან არ შეიძლებოდა ისე გულგრილად გემღერა. ისე მარტო პარტნიორი არ იყო, მეგობარი იყო და აი ახლა მე უნდა მოვუყვა ეს დეტალი. არის ნუ არაჩვეულებრივი სცენა ბოლოს, როცა დატირება ეთერის, როცა ხვდება აბესალომი, ვიტირე, დავატირე და ნუ მოვიკალი თავით, დავარდი ასე ზურიკოსთან, ეს როგორც მიზანსცენა იყო, უნდა წავშობა და გულზე დავეცი. ჩუბად მე ახლა მე აკრო შეიძლება რო დამეცი ასე რას ფიქრობ შენ სულ მაინტერესებდა ხა ზურიკოს ფენომენი და ვაკვირდებოდი ხოლმე კიდევაც სპექტაკლების წინ. წარმოიდგინეთ, ესე იგი, ისეთ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, რომ სპექტაკლამდე 9 საათს აუცილებლად დაიძინებდა. ხოზე იყო განუმეორებელი. ასეთი ხოზე სცენას არ ახსოვს. ასეთი ორგანული თამაშით და ვოკალით. განუმეორებელი იყო პირდაპირ. აქაც და სადაც კი უმღერია.